დავიდა. ეს ტერიტორია არის ძველი სათბურები. სოფელთან ახლოს, სადაც თავდასხმა დაფიქსირდა, იქიდან სადღაც 300 მეტრაშია ეს ადგილი და გამოვყევით ნატარს, იქიდან იყვნენ შემოსულები. იქიდან გადმოსული და აქ შევიდა. ეხლა დევნები იყო, ვერ მოვასარე გადაღება. ეგრევე ბიჭებმა ისროლეს. 4 ისროლა იყო სხვადასხვა ადგილას. ნახოთ რა ჩავალ. დიდი ალბათობით აიღეს ძაღლები გაჩვენდნენ. Diagan! Taka! Gidiarian şikin. Çağla git baby çağla. Hayır. Hala tut. Au çemka gağa getirdim. Duasını ne? დაწოლილია სუდისა დევნია შიგა. ესე იგი დუპლი გააგორე. აქ გამოვიდა ერთ სარი. აქ მორი. აქ მომით. ესა და ის. აი დაუწყოს კიდე დევნა. მალად. Samavida, come on! ჩავატარეთ ნადირობა. სადღაც ვინადირეთ 2 საათი, არც კი და 9 ცალი ტურა ავიღეთ. 1 ცალი წაგვივიდა. ძაღლები გადაყვნენ. სავარაუდოდ დაჭრილი არის. კადუსაც დავდებ რა. მე ვესროლე პირველი გავარტყი და 3 ცალი ავაცილე რა. და
მოკლედ ძალიან ბევრი არის თუ რა. შენი დავამთავრეთ ნადირობა 9 ცალი ავიღეთ 1 ცალი წაგვივიდა ეს ერთი მონაკვეთი გავაკეთეთ 2 ლოკაცია კიდე გასაკეთებელი ამ ტერიტორიაზე სადაც ძაღლს არ დაუყეფია საერთოდ არ შეგვიშვია მაგ ტერიტორიას სულ 10 ცალი ტურა იყო ამ პატარა მონაკვეთში წარმოიდგინეთ უკვე ველიცხეში მეორე ნადირობა ჩატარდა და რამდენი ცალი გამოვხშირეთ ამ 3 დღეში იმედია სისტემატიურად დაუშვებენ ნებართვას და ჩატარდება ხშირი ნადირობები მტაცებელზე მაგრამ ამ ხოხობს და კაკაფს რასაც უშვებთ აზრი არ აქვს ეს თუ ყურადღება არ მივაქციეთ ამ მტაცებლის გამოხშირვის